მსურველთა კოალიციიდან ანტიბალისტიკურ კოალიციამდე რუსული აგრესიისგან კონტინენტის დასაცავად პარიზში უკრაინა და ევროპის კიდევ 9 ქვეყანა შეთანხმდა ახალი გაერთიანების ჩამოყალიბებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ახალი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და არსებულის გაძლიერებას. ვიდრე მოსკოვი ამ ნაბიჯს შეაფასებდეს როგორც ევროპელთა მხრიდან მისთვის ომის გამოცხადებას ან პროვოკაციას, მიღებული დეკლარაცია ნათლად განმარტავს, რომ კოალიციამ მხოლოდ მტრული სახელმწიფოებისგან სამომავლო სარაკეტო საფრთხეების შეკავებასა და განეიტრალებაზეა ორიენტირებული. ამ გაერთიანებაში კიევის მოკავშირეები აღმოჩნდნენ საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, ნორვეგია და დანია. შესაბამისი თანხმობას კი ხელი მოეწერა პარიზში მსურველთა კოალიციის მორიგ შეხვედრაზე, სადაც ომში მყოფი უკრაინის მხარდასაჭერად მისი პარტნიორი 30-მდე სახელმწიფოს, ასევე ნატოსა და ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ. მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას კიევს დაეხმარონ უკრაინული ანტიბალისტიკური სისტემის ფრეიას შექმნაში, რომელზეც ცოტა ხნით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა. ყველანი ხედავთ იმ საფრთხეს, რომელსაც ბალისტიკური რაკეტები დღეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში წარმოადგენს. ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები რუსეთისთვის ამ სისხლიანი ომის გახანგრძლივების უკანასკნელ იმედად და საშუალებად იქცა. მომდევნო 12 თვის განმავლობაში ერთად შეგვიძლია ახალი რაკეტისა და ამ სისტემის მასობრივი წარმოება უზრუნველყოთ. ანუ ფრეი ისეთი მასშტაბით ვაწარმოოთ, რომ არსებული დეფიციტი აღმოიფხვრას. ეს იქნება შედარებით იაფი გადაწყვეტა, რომელიც ევროპას საშუალებას მისცემს საკუთარი საჭიროების საკმარისი რაოდენობის ახალი ანტიბალისტიკური სისტემები ჰქონდეს. ხოლო მსოფლიოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც დაცვა სჭირდებათ, ასეთი სისტემები საკმარისი რაოდენობით მიაწოდოს. პარიზში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტ საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა თავისუფლების ჯილდო გადასცა. გაიმართა სახელმწიფოთა მეთაურების პირისპირი შეხვედრაც, რომელიც მხარეთა ცნობით კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული იყო. უკრაინას გადაუდებელი საჭიროებები აქვს, განსაკუთრებით ანტიბალისტიკური თავდაცვის მიმართულებით. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ამ ძალისხმევის ნაწილია. პირველ რიგში უკრაინისთვის იმ შესაძლებლობების მიწოდების გაგრძელებით, რომლებიც აუცილებელია მისი საჰაერო სივრცის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. მეორე მხრივ, ახალი შესაძლებლობების ლიცენზირებული წარმოების ნებართვის გაცემით. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე განაცხადა, ეს შეეხება პატრიოტის სისტემებისთვის განკუთვნილი ჩამჭრილი რაკეტების წარმოებას. იგივე გადაწყვეტილება მივიღეთ იტალიასთან ერთად განვითარებული სისტემებისთვის განკუთვნილი ასტერის ტიპის რაკეტებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო. პარიზის შეხვედრას დაესწრო გაერთიანებული სამეფოს მიმავალი პრემიერ-მინისტრის, რომლის თქმითაც ლონდონიც გაიღებს საკუთარ წვლილს ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ფარგლებში. ახლა პუტინი თავდაცვით მდგომარეობაშია. ის კვლავ შეეცდება ჩვენს დაშინებას, ესკალაციაზე საუბრითა და ჰიბრიდული თავდასხმების გაძლიერებით. ამიტომ კაფეოდ უნდა განვაცხადოთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დაპირისპირებას არ ვესწრაფვით, მსგავსი ტაქტიკა ვერ შეგვაჩერებს უკრაინის მხარდაჭერაში. როგორც იცით, ეს ჩემი ბოლო შეხვედრაა მსურველთა კოალიციის ფორმატში. ამიტომ დღევანდელი შეხვედრით ვისარგებლე, რათა მადლობა გადამეხადა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის, რომლებთან ერთად ამაყად ვიდექი უკრაინის მხარდასაჭერად. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის სავარაუდო მემკვიდრეს ენდი ბერნჰემს უკვე აქვს ნათქვამი, რომ ლონდონი კიევისადმი მხარდაჭერას არ შეამცირებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა პარტნიორებს შორის ურთიერთობა ისეთივე, როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ჯერ კიდევ მოქმედი მეთაურის მმართველობისას. მსურველთა კოალიციის შეხვედრას ყურადღებით აკვირდებოდნენ მოსკოვში, სადაც ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა გააკეთა განცხადება და ლიდერების შეკრებას უწოდა ომის წამქეზებელთა კოალიცია, რომელსაც ომის გაგრძელება სურს.